მეფე ერეკლე მობრძანდება. გახსენით ციხის ჭიშკარი. თეიმურას საცნობეთ ქახთ ბატონის მოსვლა. ვინ არიან ეს საცოდავები ჯიმშერ? სპარსელი ხარკის ამკრეფები მეფეო. ესენი არიან ნადირმა ისპაჰანში რომ დაიბარა. თვითონ დაკითხა თურმე. ქართულ კახეთზე შეწერილი ხარკი რატომ არ გროვდებაო? რა უნდა ეპასუხათ? ალუღლუღდნენ და თავის მართლებას მოღნა. შაჰმა კი ზოგს ცალი-თვალი დათხარა. ზოგს ორივე და ისევ ჩვენ გამოგვიგზავნა. დაბერებულა ნადირ-შაჰი. ასე ხომ ახლა ბავშვსაც კი ვეღარ შეეშინა. თეიმურაზ მეფე გელოდება მეფე. ვიდობა შენს მობრძანებას ირადის. ვიდობა მამა ბატონი. აჯიქი. მოშიებული იქნები. გზაზე ლეკს ხომ არ გადაყრიხარ? ლეკი სად უნდა გაჭაჭანდეს? თელ კახეთს იარაღი ასხია. ოდა მოხსენი კახეთს იარაღი. ამოასუნთი. ნადირ-შაჰმა ჩვენზედ გამოგზავნილი ჯარების შუაგზიდან უკან გაიხმო. კიდე შერჩენია გონება. ეთყობა მიხვდა ჩვენთან ომი, რადაც დაუჯდებოდა. ეს თვალდათხრილი ხარკის ამკრეფები გამომიგზავნა და თან ამტკბარი წერილიც მოაყოლა. 2 მილიონიანი ხარკი მიპატიებიაო. წელიწადში 250,000 გადამიხადეთ და ეს წყალობა რომ მოვიღე, ხალხს გააგონეთო. ქართველების გულის მოგებას ცდილობს. უჭირს ნადირს. მაზანდარანი, ქერმანი, ქაბული აჯანყებულია. ისპაჰანშია წარეულობა. თანაზაგაურის სახანოვები შემომტირიან. ვიბრძანეთ და სადაც მოგეპრიანება ჯარებს იქ გაახლებთ. ქართველების გონი და მკლავი მოაკლდა ირანს. აბა რა ეგონა? როდემდე დაიჭერდა ჯარს ხორასნელებითა და ავღანელებით? მაგიტომაც დაგვიტკბა ასე. კარგად გიცნობს, ვინც ახარ და რაც შეგიძლია. მერე და რა რომ იცნობს? ისე რომ თავისთან გიბარებს.
ისევ შენიშანა ბაგრატიონი სჭირდება თავზე ხელაღებული ქართველებით. ახლა მამაშვილობა გვერდზე გადავდოთ და როგორც მეფეთა წესია ისე განვსაჯოთ. მეწავალ ირანს. რა? ასე გადავწყვიტე. რას სამბო მეფეო? ჩემს მაგივრად შენ რომ წახვიდე, ნადირი თვალების დათხრას არ გაქარებს. მაგან საკუთარ შვილს დათხარა თვალები. მორჩეთ ამაზე ლაპარაკს, გადავედილია. ჩვენ ქართლის ტახტი არ გვეკუთვნოდა. აქაური თავადები დაინახავენ ქართლისთვის თავი რომ გამოვიმეტე და ჩვენს ოჯახს ვალი მოხდილი ექნება თბილისის გვირგვინის წინაშე. მე თუ შევეწირები შენ გაგიადვილდება მისი თავზე დადგმა. ისევ ჯობიანებია. სანამ ინდოეთში ახლდი ნადირს, ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის დილაც და ღამეც. აღარ მინდა კვლავ სასწორზე დადებული მეგულებოდე. მე როდემდე ვიცოცხლე. ვის დაუტოვოთ ქვეყანა? შენს მეტი ვინ მყავს ირაკლი? აკი მამაშვილობა გვერდზე გადავდოთო. მეფე უბატონო. თეიმურაზი ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. და მისი იმპერიის ნანგრევებიდან მამაშვილმა ქართულ კახეთს თავისუფლება მოუპოვა. აგი ოდესღაც თეიმურაზი წერდა ერეკლეს, სადაც ბოროტი შეგვემთხვევის იქ სიკეთეც მოგვეყის. გაგრძელე საქართველოს ისტორია.